ჩვენ ვართ სვანეთში, საქართველოს განსაკუთრებულ კუთხეში. თვითონ სვანეთშიც განსაკუთრებული ადგილებია, ასეთია უშგული. უშგული გახლავთ განსაკუთრებული ბუნების, განსაკუთრებული არქიტექტურის და შინაარსის. ეს იშვიათი კომბინაციაა, სადაც ჩვენ ვხედავთ ბუნებას თავის განსაკუთრებული მყინვარებით, ჩემს უკან შხარა, რომელიც საქართველოს უმაღლესი მწვერვალია. აქ არის არქიტექტურა კოშკების, ეკლესიების და ამ ეკლესიებს გარდა განსაკუთრებული საკრალური მნიშვნელობისა, ეს გახლავთ განსაკუთრებული მხატვრული ოსტატობის შექმნილი ნიმუშების ადგილი. საოცარი ადგილმდებარეობა აქვს უშგულს. ესე იგი, შხარათი დასრულებული შხარას ფონზე ლამარიას ეკლესიაა და 4 სოფელი მძივივით ასხმულია ესე პირდაპირ. აი წარმოუდგენელი მართლა სანახაობა, თან რაღაცა გარკვეული პლასტიკა აქვს, იცით? და ამ 4 სოფელს შორის ჩაჟაში გამორჩეულია, იმიტომ რომ ეს არის კონცხი. ესეთი ამოზიდული ადგილია, რომ შედიხარ უშგულში ქვემოდან რომ ამოდიხარ, ესე იგი პირველი აი თვალში გეცემა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მსოფლიოს საგანძური. იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი იყო უშგული მთლიანად, მაგრამ რატომღაც მარტო ჩაჟაში დაამტკიცეს და ჩაჟაში არის იუნესკოს სიაში მოხვედრილი ძეგლი უკვე 96 წლიდან. მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მან მიიღო ბევრი კომპონენტისგან. რა თქმა უნდა, ეს არის განსაკუთრებული ბუნება, ეს არქიტექტურა, აქ ჩვენ ვხედავთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან ეთნოგრაფიას. ანუ აქ რასაც ვხედავთ, ეს არის ის ყოფა შენარჩუნებული, რომელიც სვანეთისთვის არის დამახასიათებელი. უშგული არის გადამეტების გარეშე ერთ-ერთი განსაკუთრებული ცენტრი. ის რასაც დღეს ვხედავთ და ასევე ბევრი ლეგენდების ადგილი, განსაკუთრებით თამარ მეფესთან დაკავშირებული. ალბათ ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ყველაზე კარგად უკვე დოკუმენტურად შეგვიძლია ვთქვა თამარის ეპოქაზე, თვითონ თამარ მეფის აქტივობაზე. მართლა სვანეთი არის აბსოლუტურად გამორჩეული ფენომენი, აი მთის არქიტექტურაში მსოფლიო მასშტაბით. რაში მდგომარეობს სვანეთის გამორჩეულობა? ჯერ ერთი მისი ადგილმდებარეობა, ეს არის ენგურის ხეობა, ვიწრო, თავისთავად უკვე დაცულია. სვანეთი არის ერთადერთი მთის დასახლება, რომელსაც არ აქვს ციხეები, გარდა უშგულისა. ერთადერთი ციხე, რომელიც სვანეთში არსებობს, არის უშგული და უშგული არის კიდურა დასახლება სვანეთისა, რომელიც არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. იმის დამიუხედავად იზოლირებული იყო, ამავდროულად ჰქონდა უამრავი კავშირები. ჯერ ერთი, როდესაც მტერი მოაწყდებოდა საქართველოს, მთელი სიმდიდრე აქ ჰქონდათ სვანეთში და იქ საგანძურივით იყო სვანეთი და იქ იყო დამალული, ასე ვთქვათ. არქეოლოგიური გათხრების დროს სვანეთში აღმოჩენილია დაწყებული ეგვიპტური მინიდან, მაკედონელის მონეტები და ბიზანტიური ხატები და მონეტები, ესე იგი ყველა ეპოქის, ყველა ქვეყნის, ყველა დროის მასალა აღმოჩენილი. უშგული არის გარკვეულწილად ჭიშკარი. უშგული არის დაკავშირებული არა მარტო მესტიასთან, მაგრამ უშგული არის მჭიდროდ დაკავშირებული ქვემო სვანეთთან. ჩაჟაში არის შემორჩენილი შუა საუკუნეების გამაგრებული დასახლება, რომელმაც შემოინახა ურბანული სტრუქტურა, სრულიად ორიგინალური არქიტექტურა, თავისი სპეციფიური რაღაცა ნიშნულობითაც, რომელიც არ არის ერთფეროვანი, არამედ მრავალწახნაგოვანია. ანუ ეს არის სახლი, რომელიც არის როგორც რელიგიური დატვირთვის, ასევე ყოფითი და სამეურნეო დანიშნულებით. ანუ ყველაფერი ერთობლივად არის.
არის აქ და რაც მთავარია, მისი ადგილმდებარეობაც, მისი გამორჩეული ვიზუალური მხარე, ეს ვერტიკალისა და ჰორიზონტალის ესეთი კავშირი. ეს როგორ არის ლანდშაფტში ჩაწერილი, ეს როგორ არის მჭიდრო და ამავდროულად გააზრებული მისი განაშენიანება. მცირე ადგილი ქონდა. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ურბანული თვალსაზრისითაც, დაცვის თვალსაზრისით, რელიგიური თვალსაზრისით, მერე ამ ქრისტიანობის და წარმართობის ერთობლიობით, მათ მრწამსში, ყველაფერი ერთიანობაში და ვიზუალური უაღრესად მაღალ მხატვრული ღირებულებით. ძალიან მნიშვნელოვანია თვით საცხოვრებლის ტიპი, რომელიც სვანეთში არსებობს. ეს არის საცხოვრებელი სახლი და კოშკი. ეს ორი კომბინაცია, ორი ვერტიკალური მოცულობა და ჰორიზონტალური. ორსართულიანი სახლია, რომელსაც აუცილებლად უნდა ახლდეს კოშკი. ეხლა რატო ესე ყოფიდან გამომდინარე, აზროვნებიდან გამომდინარე, სვანების მენტალიტეტიდან გამომდინარე ხდება, რატო? ესე იგი სვანეთი არის უაღრესად საინტერესო ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც. ის რიტუალები, რომელიც შემორჩენილია, დღემდე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში რო კიდე შერჩენილი იყო, ეს არის უფრო წარმართული რიტუალები. სრულიად განსხვავებულია სვანების მრწამსი, ეს არის ნაზავი ქრისტიანობის და წარმართობის. სვანეთში ეკლესია არის პატარა და წამყვანი არის საერო არქიტექტურა. ეს არის კოშკების მთელი ჯარი შეიძლება ითქვას, სოფელს რო შეხედავ პირდაპირ ეს ვერტიკალები არის მშვენივრად, ესე იგი ძალიან თავისკენ იზიდავს მაყურებლის თვალს. რატო ხდება ეს ამბავი? რას წარმოადგენს საცხოვრებელი? ეს არის ორსართულიანი სახლი, ქორ, ეგრეთ წოდებული, სვანების ეძახიან, რომლის პირველი სართული არის ერთიანი საცხოვრებელი ცხოველებისა და ადამიანების. ძალიან საინტერესოა, რომ განათებულიც არ არის, ძალიან მცირე პატარა სარკმელები აქვს და შუაში კერა აქვს, ცეცხლი აქვს და სამ კედელს მიუყვება ესეთი ტიხარი. რომლის იქით უკვე ცხოველები ისვენებენ და არიან ცხოველები. მაჩუბი ქვია ამ პირველ სართულს, ამ საცხოვრებლისა, ამ მაჩუბში ატარებდნენ. ამ კერასთან ხდება სხვადასხვა რიტუალი. არის ოჯახური რიტუალები, რომელიც გასაიდუმლოებულია. კერა არის მნიშვნელოვანი მისტიური ადგილი, საკულტო ადგილი. ანუ სახლს აქვს ორმაგი დატვირთვა. აქედან გამომდინარე მაგათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება ამ სახლში. ეკლესია არის ილუსტრაცია უკვე ქრისტიანული ცხოვრების და ამიტომაც არის, რომ გარედან შეიძლება ეკლესია იმდენად მიმზიდველი არ იყოს, მაგრამ შიგნით რო შედიხარ, მთლიანად, პატარა ერთი ბეწო უნიშნელო თითქოს შენობა იყოს მთლიანად დაფარული მხატვრობით. დაითქვას, რომ გარდა არქეოლოგიური ხელოვნებაცოდნეების ექსპედიციებისა, ძალიან ფართო მასშტაბის ეთნოგრაფიული კვლევა მიმდინარეობდა, რომლის პიონერი გახდათ ბატონი მიხეილ ჩართოლანი და დარწმუნებული ვარ ასევე ეს შედევრები, რომელიც ამ წუთში ამ კოშკში ინახება. დღეს ამ კოშკში არის განთავსებული ის ექსპონატები, რომელიც უშგულის მუზეუმს ეკუთვნის. აქ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ სიწმინდეებს, უმაღლესი მხატვრული ოსტატობით შესრულებულ და ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატებს, რომელიც წარმოადგენს, მე ვიტყოდი, სხვადასხვა სკოლების შედევრებს. 7 ეკლესია უშგულში და 4 მაცხოვრის სახელზე არის.
ეს არის უშკული არის და ამ შემთხვევაში ჩაშა ამას აჩვენებს, მაგრამ მნიშვნელოვანი როგორც რელიგიური, ისე კულტურული ცენტრი. ალბათ მომავალში, როდესაც ჩვენ შევქმნით ახალ მუზეუმს. ეს ახალი მუზეუმი უნდა შეიქმნას აქ, სადაც ჩვენ მოვყვებით ისეთ ისტორიას, რომელიც განსაკუთრებულია, დაწყებული ბუნებით, იგივე მყინვარების ისტორიით, დავამატებთ ალპინიზმის ისტორიასაც, ადამიანის და მთის ურთიერთობას, მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, იქნება აქ წარმოჩენილი შუა საუკუნეები. შუა საუკუნეების ეპოქა, რომელიც არის გარკვეულწილად კუნძული ბიზანტიური ეპოქის და უშკული არის ამის განსაკუთრებული ადგილი. ძალიან მდიდარი ისტორია უშკულის, რომელიც ერთის მხრივ წარმოადგენს, რა თქმა უნდა, სვანეთის ისტორიის ნაწილს, საქართველოს ისტორიის ნაწილს, ასევე მსოფლიოს ისტორიის ნაწილს. უშკული იყო, არის და იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერი მომსვლელი იგრძნობს იმ განსაკუთრებულ ენერგეტიკას, რომელიც გავლენას ახდენდა იმ შემოქმედებაზე, რომლის კვალს ჩვენ დღეს აქ ვხედავთ. გარკვეულწილად ეს არის დროის კაფსულაც. აქ ჩვენ ვხედავთ შუა საუკუნეების ყოფას. შუა საუკუნეების ყოფას, რომელიც გარკვეულწილად კავშირშია დღევანდელობასთან. მთელი უშკულის მხარე არის ალბათ მოდელი, როგორც ფორტიფიკაციის, ისევე ზოგადად განვითარების. მიუხედავად იმისა, რომ ეს გახლავთ გეოგრაფიულად პერიფერია, ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ჩვენი ქვეყნის ისტორიის, რომელსაც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა როგორც სამხედრო თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეკონომიკური და კულტურული. და რა თქმა უნდა საკრალური მნიშვნელობის, ასე რომ ყველაფერი ეს არის გაერთიანებული უშკულში. ერთიას შრომაპურად შამიახქმა მზე გუნებად ღმერთი დასკვნებს